კარგით, მაშინ დავიწყოთ. დიდი მადლობა, რომ მოხვედით. დღევანდელი შეხვედრა მინდა მივუძღვნა ჩვენ საყვარელ მეგობარს ირმა თხინარიას. ირმა, შენთვის ვაკეთებ რაღაც. ფანტასტიკური ზღაპარი მოგიტანეთ სახელად ანანა. ძალიან დამაინტერესა პირველად სახელწოდება. ერთ-ერთ შეხვედრაზე ვიყავით და ერთმა ძალიან კარგმა ახალგაზრდმა გოგომ, რომელიც თავის შვილს უკითხავს ქართულ ზღაპრებს, თხოვა რომ იქნებ როდისმე ანანა გაარჩიო. და მე მოუძებნე და საოცრად თვითონ ახლა ყველა ზღაპრის სახელი ხო საოცრებაა და ახლა მაშინ მეგონება გაგირბის რა ინანასკენ ახლა მაგას სხვანაირად ვერ გააკეთებ და გინდა რომ იპოვო პარალელები ვთქვათ შუმერულ ქალღმერთსა და ქართული ზღაპრის გმის შორის ხო და არის კიდეც ძალიან დიდი პარალელები და დღეს ამას დიდი სიამოვნებით მოგახსენებთ. მოდი ცოტა წავიკითხავ ზღაპარს და მერე დავიწყებ გარჩევას როგორც ვაკეთებ ხოლმე. იყო და აღარა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი ხელმწიფის შვილი. ჰქონდა ერთი ბაღი და ბაღში მწვანილის ორი კვალი ჰქონდა გავლებული. ერთ კვალში ეთესა პრასა და მეორეში კამა. ხელმწიფის შვილი ისე არ ჭამდა პურსა, რომ არ ჩამოსულიყო და იმ კლებთან არ დამჯდარიყო. ერთხელ ხელმწიფის შვილი ჩვეულებრისამედ ბაღში დადიოდა. და კვლებში ერთი ქაღალდი ეკდო. დაწერილი იყო, მაგრამ ვერ წაიკითხა. აიღო და სხვას მისცა. ქაღალდი ქალად იქცა, ისეთი ლამაზი იყო, იმაზე მშვენიერს კაცის თვალი ვერაფერს ნახავდა. ნახა ერთხელ ხელმწიფის შვილმა ეს ქალი, ძალიან მოეწონა და ცოლად შეერთვარინება. მაგრამ ქალს ჯერ ჰკითხა, რა გვარი სახარო? ქალმა უპასუხა, გვარი პრასის მაქვს და კამის სარტყელი მარტყია. ერთი საწყალი ქალი ვარ. ადგა ხელმწიფის შვილი და ანანას თავი დაანება. სხვა ცოლი შეირთო, რადგან ის ვითომ უხეირო გვარისა არისო. ანანას კი უყვარს ხელმწიფის შვილი და უყვარს საშინლად. დაიბარა მთიდან ირმები ანანამ, დაწველა ჩაასხა ქვაბში, ჩაჯდა შიგ თვითონ, დუხს რძე და იბანებაში განანა. ხელმწიფის შვილმა დაინახა, რომ ანანა რძე შეიბანება და ცოლს უთხრა, ჩვენი ანანა იცი რა შვება? თიდან ირმები დაიბარა, დაწველა, ჩაასხა ქვაბში, დუხს რძე და შიგ ანანა ებანებაო. ცოლმა უთხრა, განა მაგას მე ვერ ვიზავო? ფურები დაიბარა, რადგან ირმები აყავდა. დაწველა, ჩაასხა რძე ქვაბში, აადუღა, ჩავიდა საბანებლად, ებანა და მოიხარშა შიგ. დარჩა ქვრივად ხელმწიფის შვილი, წავიდა ანანასთან ხელმწიფის შვილი და კითხა, რა გვარის ხარო? და ქალმა ისევ უპასუხა, გვარი მაქვს პრასის და კამის სარტყელი მარტყიაო. დაიწუნა ისევ გვარი ხელმწიფის შვილმა და ისევ სხვა ცოლი შეირთო. წავიდა ანანა დაჯდა მაღალ სართულზე, აიტანა ტარი, კვირისტავი. დაუწყო აბრეშუმს რთვა. უცებ კვირისტავი ჩამოუვარდა დაბლა, მოიჭრა ანანამ ცხვირი, ჩაგზავნა, ამოიტანა კვირისტავი და ცხვირი ისევ მიება. ნახა ეს ხელმწიფის შვილმა წავიდა და ცოლს უთხრა, ჩვენი ანანა რა საკვირველი ქალია, მაღლა სართულში ავიდა, აბრეშუმს ართავდა, კვირისტავი ჩამოუვარდა ძირს, მოიჭრა ცხვირი, ჩამოაგდო, აატანინა კვირისტავი და ცხვირი ისევ მიება. ეგრა გაკვირვებია, უთხრა ცოლმა, განა მე ვერ ვიქმ მაგასო. ავიდა ბანზე, აიტანა ტარი, დაიწყო აბრეშუმის დართვა, კვირისტავი ჩამოაგდო, მოიჭრა ცხვირი და ჩამოაგდო. ცხვირმა კვირისტავი ვეღარ აუტანა. აღარც მიება. იდინა სისხმა, იდინა და მოკვდა. დაქვრივდა ისევ ხელმწიფის შვილი და წავიდა და ანანას კითხა, რა გვარის ხარ ქალოვო? და ის ისევ ეუბნება, გვარი პრასის მაქვს და კამის სარტყელი მარტყია. ერთი უბრალო ქალი ვარ. ხელმწიფის შვილმა კიდევ დაიწუნა გვარი, წავიდა მთაში და მეღორე ნახა და უთხრა, ერთი ღორი მომყიდე, სისხლი მე და ხორცი შენო. დააკვლევინა ღორი,
უბრძანა მაგ სისხლში მომთხუპნე, წამიღეთ მერე და ანანას წინ დამდეთო. დაკლეს მეღორეებმა ღორი, სისხლი ადინეს, სისხლში მოთხუპნეს ხელმწიფის შვილი, წაიღეს და ანანას წინ დადეს. დაინახა სისხლში მოსრული ხელმწიფის შვილი ანანამ და შესწახა. მზეო დედალ, მთვარევ მამალ, ვარსკვლავებო ჩემო მზეო. ჩამოუშვით ოქროს კამი, აღარ არის ხელმწიფეო. გაათავა თუ არა სიტყვები, გაიხსნა ცა და იქიდან ჩამოეშვა ოქროს კამი. ადგა ხელმწიფის შვილი, მოეხვია ანანას და გახდნენ ცოლ-ქმარი და მას შემდეგ ოქროს მაღალ სკამზე სხედან. ზღაპარი მოკლეა, პატარა ზღაპარია, მაგრამ ძალიან დიდი სიმბოლოებია მასში. ეხლა დავიწყებ ეტაპობრივად მივყვები და ეხლა სხვა ზღაპრებშიც მithქვავს, რომ ძირითადად ხელმწიფე არის გონება და როცა მას უფლისწული ჰყავს, ხო? ის მისი ინტელექტის სიმბოლიზმია, ლოგიკური ინტელექტის სიმბოლიზმია. აქ ამბობს, რომ თავად ხელმწიფეა ეს, ხო, რომელსაც აქვს ბაღში ორი კვალი. და იმ კვალს ესეთი საოცარი სახელი ჰქვია, პრასა და კამა. და ამ ორ კვალს შორის პოულობს ქაღალდს, რომელიც დაწერილია, მაგრამ კითხვა არ იცის. მაგრამ ესეც საოცარია, რომ პურს ისი არ ჭამს, თუ იმ კვლებს შორის არ გაიარა. ჩაიაროს და ამოიაროს, ხო? და ისიც საოცარია, რომ ქაღალდი ქალად იქცევა და ისეთი ლამაზია, რომ ალთვალს არ ენახვება. და ამ ქალის გვარი არის პრასა და გვარი პრასის აქვს და სარტყელი კიდე აქვს კამის. და თან ამბობს ძალიან უბრალოა, რომ და იწუნებს ხელმწიფე. თან ესეთი საოცარი სახელი ჰქვია ანანა. მოდი სულ ცოტათი ჯერ ინანას მითოლოგიიდან პატარა მიმოხილვას გავაკეთებ, რომ მერე ვნახოთ ეს ჩვენი ქართული ანანა ვინ არის და შუმერული ქალღმერთი ინანა ვინ იყო და რა კავშირში არიან ისინი ერთმანეთთან. შუმერული ქალღმერთი ინანა სიყვარულის განაყოფიერების და ომის ქალღმერთი იყო, რომელსაც ჰქონდა უდიდესი ძალაუფლება. მისი მშობლები, ზეციური მშობლები, ნანა და არ ვიცი, მამის სახელი რა იყო, არ მახსოვს. მას ჰქონდა საოცარი ძალაუფლება, საოცარი სილამაზე. ოღონდ უნდა ვიცოდეთ, რომ რასაც მითოლოგიიდან ვიღებთ, ინანა ესე არას უბრალოდ ვიღაცისგან არ მიიღებდა. მაშინაც კი, როცა ვინმეს აირჩევდა საქმროდ, ხო? იმისგან არას არ მიიღებდა და გილგამეშს როცა შესთავაზა ქმრობა, ხო, ცოლობა თვითონ და მან უარი უთხრა, მას ზეციური ხარი გაუგზავნა მოსაკლავად. როცა რაიმე ინფორმაცია სჭირდებოდა, იმიტომ რომ უმაღლეს ცოდნას ფლობდა, მას შეეძლო, თქვათ, დაეთრო ის, ვისაც ჰქონდა და გამოეძალა ის ინფორმაცია. ანუ აქ ლაპარაკი არის გარეგან ძლევამოსილებაზე. უდიდესი ძალაუფლების და უდიდესი ცოდნის ქალღმერთი იყო და ერთადერთი, ვინც შეძლო ჯოჯოხეთის კარიბჭესთან მისულიყო და თავისი და ირეშკიგალთან მისულიყო, როცა მას ქმარი დაეღუპებოდა, მისი ქმრის მოკლაში ეს ღვთიურ ხარის, ეს რა ქვია, სიკვდილში მისი თავად წვლილი მიუძღოდა, მაგრამ იქ რომ ჩადის, იქ იცოდე, ნახე, ბნელი სამყაროდან ვერასოდეს ვერავინ ვერ ამოვიდოდა ზევით. მაგრამ ზევიდან ქვევით ღმერთებს შეეძლოთ ჩასვლა. თუმცა one way იყო. თუ ჩავიდოდნენ, უკან ვერ ამოვიდოდნენ და ეს ინანამ ძალიან კარგად იცოდა. მაგრამ მაინც ჩადის. და იქ რო ჩადის, ნენელა
თავის სამკაულებს, თანსაც აბსოლუტური შიშველი დგება თავისი დის წინ, რომელიც გამოუტანს განსასჯელს, სიკვდილს და მისი გვამი მალე კიდია კედელზე, ხო, ჯოჯოხეთის კედელზე. სადაც თავისი ბიძა უგზავნის მის ბრჩხილის ტალახისგან შექმნილ ორ მსახურს, რომლებიც გადასცემენ რაღაც საოცარ მაგიურ აირამს. მაგიურ აირამს და რადგანაც ის იყო სიბრძნის ღმერთი, მისი ბიძა ინანას ღმერთი, ის უგზავნის მოსამსახურეების ხელით, როგორც მითოლოგია გვაწვდის, სიცოცხლის საჭმას პურს, მოდი ესე ვთქვათ, სიცოცხლის პურს, რომლითაც სიცოცხლე უბრუნდება ინანას, იქ აღდგომას აკეთებს და ზევით ამოდის. ნახეთ, ინანა იყო სიყვარულის და ომის ქალღმერთი. მასში პოლარიზაციაა და მიუხედავად იმისა, რომ მისი გარეგანი ძალაუფლება და ძლევამოსილება უზარმაზარია და ვერანვერ დაედრება, იქ მაინც პოლარიზაციაა. და როცა კარიბჭესთან მიდის და ქვევით ჩადის, ეგ ბოლომდის მასში დაფარული ამპარტავნებისა და დანაშაულის შეგრძნებიდან ხდება. იცით, რამდენი ადამიანისგან გამიგია, როდესაც პარტნიორი მას, არ ვიცი, იგივე ემოციით არ უპასუხებს, ან რაღაც ურთიერთობა ჰქონდა და უარყოფენ, მათ უნდათ რომ სამაგიერო გადაუხადო. იგივე იყო ინანაშიც. რაც იმას ნიშნავს, რომ მასში ბნელი მხარე საკმაოდ ძლიერი იყო. არ ფლობდა ის შინაგანად განვითარებული არ იყო. დედოფალი იყო დიდი თან, ოღონდ გარეგანი ძალაუფლების დედოფალი იყო. მისი ძალაუფლება გარეგანში მდგომარეობდა. არა და როგორი სასაცილოა, როცა ერთხელ მაინც არ დაფიქრდება ადამიანი, თუ გინდა ქალი იყოს, თუ გინდა კაცი, მაგრამ მოდი აქ ქალზე ვილაპარაკოთ. ერთხელ მაინც რომ არ დაფიქრდები, რომ გგონია რომ ვიღაცამ უარყო და ძალიან შეურაცხყოფილი რჩები, როგორ თუ არ აგირჩიეს. და ყველაზე მთავარს, ყველაზე მნიშვნელოვანს და ძალიან აშკარას და ელემენტარულს ვერ ხედავ. იმან კი არ უნდა აგირჩიოს, შენ უნდა აირჩიო. მეორე ადამიანს ამ ქვეყანაზე ვერასოდეს ვერ დაავალდებულებ უყვარდე, ეგრას სისულელია, ან შენ ეგრას მოგცემს. შენში არსებული ემოცია არის ერთადერთი, რაც შენია და ის სიყვარული, რასაც გრძნობ, არის ერთადერთი, რაც შენ გეკუთვნი. სხვისგან წამოსული სიყვარული არაჩვეულებრივი ბონუსია, როცა ომხრივი ემოცია, მაგრამ იქ შენ არაფერს არ მოგცემს, თუ შენი არჩევანი არ არის და თუ იქ კითხვას არ სვავ და საკუთარ თავს უფლება მოსილებას არ სცენ, რომ მე ავირჩევ თუ არა მას პარტნიორად. როგორი მსხვერპლი ხარ და როგორი მონა და მეორეს ეჯაჯგურები, რომ მე უნდა ამირჩიო თან დედოფლად. ორი რამე ერთად ვერ გექნება და რასაც სხვას ვედავებით, იმ მომენტში ყოველთვის იმას თავად ვაკეთებთ და გარეთ ავრეკლავთ სხვაზე. და ყოველთვის ვიბრძვით იქ, რომ ჩვენ გარედან შემოვიდეს ის აღიარება, ის სიყვარული, ის პატივისცემა, რომელიც საკუთარი თავის მიმართ ნოლი გაქვს. თორე ქალს თუ თავის პატივისცემა აქვს, ის რანაირად არ დაუსვავს თავის თავს კითხვას, რომ მე ავირჩევ თუ არა მას, ან თუ ავირჩიე, თქვათ რაღაცა შემთხვევაში, და მან არ მიპასუხა იგივე, მე რატომ ეკადრება ეს კაცი? რაში მჭირდება ესეთი ადამიანი? რატომ უნდა ვაკადრო ეგ ჩემს თავს? ინანას შეეშალა და თან სადღაც დანაშაულის შეგრძნებით ბნელეთში ჩადის. თან ამპარტავანია, ჰგონია რომ რადგანაც ზევით
სადაც მზიანათებს და რადგანაც თვითონ არის დილის ვარსკვლავი ისტარი. გონია რომ ნელეთშიც იგივე ძალაუფლება ექნება. მაინც იმედი ჰქონდა თორე იქ არ ჩავიდოდა თავის დასთან. იმან არ დაინდო. არ დაინდო, იმიტომ რომ მასში სიბნელე ემთხვეოდა თავისი დის სიბნელეს. და მაგითო. ცხოვრება ესეთია. როცა ჩვენში არსებული სიბნელე თუნდაც ჩვენს მიერ გაუცნობიერებელი ვიბრირებ ჩვენიდან. შენი რწმენის მიხედვით მოგეცემა შენ. და ის ზედაპირული ძალაუფლება, ის ზედაპირული ფასადები, ის გარეგნობაც, ის კაბაც, ის სამკაულებიც, ის ცოდნაც, როცა იმას მოხსნიან, ვინ რჩები შიშველი როცა ხარ? ვინ რჩები? და დარჩა გვამი. რატო? იმიტომ რომ ჯერ მატერია იყო. მაგრამ როცა სიბრძნე, თავისი სიბრძნის მეუფე თუ თავისი ბიძა ენკი უგზავნის მსახურებს და მას სიცოცხლის პურს გაატანს და გადასცემენ. ინა აღდგომას აკეთებს. ეხლა მოდი გადმოვიდეთ ჩვენ არანაზე. პრასის გვარისა ვინ არის და კამას სარტყელი რატო არ ტყია? ინანა უბრალოა გარეთ, არც კაბა აცვია და არც განსაკუთრებული გარეგნობა არ აქვს, არც განსაკუთრებული ინფორმაციებს აფლობს. აბა რატომ არის განსაკუთრებული? ან ეს ხელმწიფე რატო დაიარებოდა ხოლმე, ისე პურს რატო ვერ ჭამდა, თუ იმ ესე რა ქვია, კოლებში ორის არ გაივლიდა, ხო? რა არის ეს პრასა, ეს ორი კვალი რაღაცა? ეს ქაღალდი, რომელიც დაწერილია. და ვერ წაიკითხა მას, ძალიან დიდი ცოდნა ჰქონდა, მაგრამ ვერ წაიკითხა. პრასა და პრანა ძალიან, ანუ ეხლა მაშინვე გაგირბის გონება იმდენად ერთი საფუძველი აქვს გესმის. და პრანა არის ყველაზე ელემენტარულად თუ ავხსნედით სასიცოცხლო ენერგია. არ არსებობს ადგილი, სადაც პრანა არ არის. მაგრამ არის ადგილები, სადაც პრანა ნაკლებია და არის ადგილები, სადაც პრანა მეტია. და ადამიანში პრანის შეწოვა ძალიან ძნელდება, იმიტომ რომ სხეულს ფსიქიკიდან არეკლილი რეზისტენტობა აქვს ძალიან დიდი. არადა სხეულში შესულ პრანა ხუთ ადგილას ლოკალიზდება, სხვადასხვა სახის პრანებია. და ეს ინდუსებს რაღაც არაჩვეულებრივად აქვთ, ეს არის პრანა ვაია, აპანა ვაია, სამანა, ვიანა, უდანა და მაგას რაღაცა ზოგადად მაინც მოვიხილავ, მიუხედავად იმისა, რომ დიდი მნიშვნელობა ეხლა ამ ზღაპარში რაც მინდა, რახაზითაც მინდა რომ გავაშუქო და მთავარი მესიჯები მოვიყვანო, ეხლა ეს ვისაც აინტერესებს, იოგიდან უნდა ისწავლოთ. საავადმყოფოში და ციხეში ყველაზე ნაკლები პრანაა. სადაც მეტ სტრესშია ადამიანი, პრანას მეტად ხმარობს. და რომ ხმარობდა ამხელა რეზისტენტობისა, წინააღმდეგობისა გაღიზიანების გამო, იმიტომ რომ შიგნით ვერ ფლობს ფსიქიკას, პრანის შეწოვა ძალიან ძნელდება. პრანას იღებს ადამიანი 5 ელემენტისგან. ეს არის, არ ვიცი, 4-ვე მიწიდან, როგორც საკვები, ჰაერიდან, სუნთქვა, სწორი სუნთქვები აუცილებელია, დილის მზისგან საერთოდ, მაგრამ დილის მზის შეხვედრა აუცილებელია, ამიტომ ადრე ადგომა აუცილებელია იმ თვალსაზრისით, რომ ახალი შემოსული პრანა, სამყაროდან შემოსული პრანა და დილის მზეს რაც გააჩნია, ის შეისუნთქო და ის მიიღო და შეიწოვოს სხეულმა. ასევე ჰაერის სუნთქვა ვთქვით, წყალი, ლიკვიდ, ძალიან სასურველია წყალი დავლოცოთ ხოლმე, ისე მივიღოთ და ასევე სივრციდან, მედიტაციურ მდგომარეობაში. როცა ადამიანის ენერგიები ზევით არის ასული, ძალიან აწყობაში როცა ხარ და გული და გონება ერთმანეთს ემთხვევა და მედიტაციური მდგომარეობა,
მე რო ზღაპარს ვაკეთებ ხოლმე, არ ვიცი, როცა მედიტაციას ვაკეთებ და რაღაცა კითხვებს ვსვავ და იქ ველოდები ხედვა როდის გამიჩნდება, რომ მე ესე წამოვიდეს. იმ დღეს ჭამა არ მჭირდება. არ მჭირდება, რომ თქვათ ფიზიკური საკვებიდან მივიღო პრანა. საერთოდ არ მშევდება, მიუხედავად იმისა, რომ კარგად იცის როგორ მიყვარს ჭამა. იმ დღეს არ მშევდება, აი წიქარას რომ ვაკეთებდი, მესამე დღეს მივხვდი, რომ 3 დღე არ მქონდა საჭმელი ნაჭამი. მაგრამ არ ვიცი, მაგან ძალიან დიდი ენერგია მოიტანა, მაგ 9 კარების გატეხვას ძალიან ვუტრიალე და რაღაცეებს პირველად ისეც მივხვდი, რომელიც ჩემთვის იყო, აი, არ ვიცი, რაღაცა იმდენად მსუბუქი ვიყავი მაგ დროს, რომ წონას ვერ ვგრძნობდი, მესამე დღეს მივხვდი, რომ საჭმელი ნაჭამი არ მქონდა. და არ გჭირდება, მაშინ მივხვდი, ხა პრანას ზოგან მანას ეძახიან, ჩვენს ქრისტიანობაშიც ცნობილია, ზოგან ჩიის ეძახიან და სხვა და ბერძნები ეძახიან პრეუმას ეძახიან ბერძნებსა და ანუ ყველგან არის ეს ცნობილი, სხვათა შორის მე-20 საუკუნეში ჩაატარეს ესეთი ექსპერიმენტი, რა თქმა უნდა იმ ადამიანის ძალით ვერ დამარხა ვერავის, მაგრამ ძალიან ღრმა მედიტაციაში ერთ-ერთი ადამიანი დამარხეს 40 წლის განმავლობაში. და მე ამოთხარი ჩვეულებრივად, რა ჩვეულებრივად ესე კი არის, ანუ ისეთი დაბეტონებული იყო ფაქტიურად, რო იფიქრებდა ადამიანი, იქ ჟანგობადი არ არსებობს, მაგრამ პრანა ყველგან არის. იმ ადამიანმა მე მგონი 20 წელი კიდე იცოცხლა და მე დაიღუპა, მაგრამ პრანა ყველგან არის. მაგის გარეშე სიცოცხლე არ არსებობს. როდესაც ვიღაცა აკეთებს განცხადებას, რომ გვარი პრასისა მაქვს. პრანის სხეული, აი ჩვენ გვაქვს ფიზიკური სხეული, მენტალური სხეული, ასტრალური სხეული და პრანული სხეული. ნელ-ნელა ნატიფდება სხეულები. ყოველი შემდეგი სხეული წინაზე უფრო ნატიფია. პრანის სხეული ძალიან ნატიფია და ის ღვთიურობაზე მიანიშნებს. ანუ პირდაპირ, რადგანაც ახლა არ ესმის გონებას, რომ ესაც ინფორმაცია ყველაფერს უჩევია და ის დაცარიელებული არ არის და ჭეშმარიტება არ შეუცვნია, გონების დონეზე ჭეშმარიტება არ არსებობს. ამიტომ იმის ვერ მიხვდა, რას ნიშნავდა გვარი პრასისა მაქვსო. იმან პირდაპირ უთხრა, რომ ღვთიური წარმომავლობისა ვარო. ეს კამის სარტყელი რაღაც ნიშნავს. ნახე, სარტყელი მზის წნულის დონეზე გვაქვს შემორტყმული. თანაც კამარაზე მიანიშნავს ისე როგორც პრასა, პრანისკენ იხრება, ხო? კამა კიდე, კამასუტრა, ანუ სექსუალურ ენერგიაზე მიგანიშნებს. ინანას სექსუალური ენერგია ჰქონდა ქვევით მიმართული, იმიტომ ჩავიდა, სჭირდებოდა. იმან ჩაიყვანა თავისმა შეცდომებმა, ჩვენს ყველანი მასე ვართ. ჩვენი არასწორი ხედვიდან და არასწორი ემოციური მდგომარეობიდან ყოველთვის ჯოჯოხეთის კარებს ვახევთ. მაგრამ ეს როგორი იყო, ნახე, ამას შემორტყმული აქვს კამა, სარტყელი მაქვსო. ბერებს ჰქონდათ და აქვთ კიდეც ეგ, არ ვიცი, ტრადიცია, რომ ძალიან მაგრად უნდა ჰქონდეს სარტყელი შემორტყმული. რატომ? აი ძალიან მარტივი რაღაცაა, ხო იცით, რომ სიბრძნე ყოველთვის მარტივია. როცა რაღაცა ძალიანა გაქვს შემოჭერილი, შენი ყურადღება იქ მიდის. და საკუთარ სახლში ხარ ყურადღებით. და იქ რაც გაჩნდება ემოციები და ემოციები, აი ამ განზომილებაში, ამ უცელში გვაქვს ემოციები, მეორე, მესამე ჩაკრის დონეზე, ხო? რაც გაჩნდება განსაკუთრებით სექსუალური ენერგია. თუ ყურადღებით ხარ, ქვევით არ გაგექცევა? ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა თქვენ პირველად არისმევთ და ამაზე საუბრობთ, რომ ადამიანი უნდა მიხვდეს გარკვეულ ასაკში ყურადღება ჰქონდეს შიგნით. ჩვენ რომ ვეჯაჯგურებით, რომ როგორმე ფიქრები და რაღაცა გონებას დავაცარიელო, როგორმე აღარ ვიფიქრო, იცი, მან ხელმოცარული იქნები ყოველთვის. უნდა იცოდე,
ყველაფერს თავისი კეთების წესი აქვს და მეთოდი რა არის ყველაზე მარტივი. თუ ყურადღების გაცნობიერება შეგიძლია, ანუ ყურადღებას ფლობ, სადახარ შენი ყურადღებით. და მაგ შეგიძლია ყოველ მომენტში, ვინც ხარ, სადაც ხარ, ამდენი წლისაც ხარ, რასაც გინდა აკეთებდე, მაგის ვარჯიშს რა უნდა? გაგექცევა, ჩვენი ყურადღება მიჩვეულია, რომ ფიქრებმა გაიტაცონ, ემოციებმა გაიტაცონ და ავიცი, ყველგან არის გაფანტული. მაგრამ შენ რომ უკან დააბრუნებ, იმიტომ არის რომ მედიტაციის დროს აი რითი იწყებ, რომ ეს სუნთქვაზე გააკეთე ყურადღება გააჩერე, ხო? ერთ რაღაცაზე. გაგექცევა ისევ წაიღებენ, იმიტომ რომ მიჩვეული როა ენერგია რომ ქვევით მიდის, ხო, ზევით კი არა. რომ ან გარეთ გადის, შიგნით კი არა. შენ რომ იმას ვარჯიშს იწყებ, რომ არაფერს არ ელოდები, უბრალოდ ყურადღებით ხარ საკუთარ თავში და სახში დაბრუნებას სწავლობ. და უცებ აღმოაჩენ, რომ ის ენერგია, რომლისგანაც სისტემატურად გაძარცვული იყავი და იღლებოდი, ამდენ ფიქრში, ყველაფერზე რო არის ყურადღება გაფანტული, თავისი ისტორიებით, თავისი ფიქრებით. შენ სახში არა ხარ, იმიტომ გვაქვს ესეთი რაღაცა საშინელი მდომა, აი craving, რაც არის, აი მდომა ძლიერი სურვილი იმის, რომ ვიღაცასთან სულ ვიყოთ, ვიღაცას უყვარდეთ და დავდივართ და ვმათხოვრობთ ამ ყურადღებას გარეთ, ხო? ამ აღიარებას, სიყვარულს, აი ეს მარცვალიც რო გადმოგვიმდონ, ერთი ნამცეცი, აი ესეთები ვართ, ოღონდ რატო იცი? არ იცი, რომ შენი ყურადღებით სახში არა ხარ და აქ სულ მიტოვებული რომ ხარ საკუთარი თავის მიერ, ენერგიის მიერ, მაგიტომ აგრძნობ თავს მარტოდ. თორე ვერავინ არ შეგივსებს, ამ კანის ქვეშ არავინ არ შემოსულა და არც მომავალში არ შემოვა, ეგ შეუძლებელია. იცი ვინ გვენატრება? საკუთარი თავი. შენი თავი შენ თუ არ მიატოვე და აქ შენი სიყვარული, სიცოცხლის სიყვარული შეძელი, აი პატაწუნა თვითრეალიზაცია შეიძლება მაგას. იქ ხო დიდი რამე არ არის, რომ ყოველ მომენტში გაახსენე შენს თავს, რომ ვა, აქ სიცოცხლე ხდება, ეს საჩუქარია. აი მარტო იქ გიყვარდეს, აი ეგ საჩუქარი გიყვარდეს, სიცოცხლე გაჩუქეს როგორ პატარა რამეა, კაცო? აი ეგ გიყვარდეს. არ არის საჭირო დიდი რაღაცა იმეების აღება, რა ქვია, ტრენინგების გავლა, როგორ გვიყვარდეს ჩემი თავი, როგორ მიყვარდეს ჩემი თავი. რა ვიცი, შენ თვითონ ვინა ხარ, ჯერ დაიწყე იქიდან, რომ სიცოცხლის წარმომადგენელი ხარ და ეგ საჩუქარი, აი ეგ საჩუქარი გიყვარდეს. ღირსეულად მიიღე და იმას გულისხმობ, რომ პატაწუნა მადლიერება გქონდეს, იმიტომ რომ მსგავსი რაღაცა გაჩუქეს და იცი რა არის, იმასაც მივხვდები, რომ თუ ეს მაჩუქეს რაღაცას მზითებში კიდე გამოაყოლებდნენ. და მე იმასაც დაინახავ, რომ ვა, ნებელობაც მაქვს, არჩევის თავისუფლება მაქვს, გადაწყვეტილება მე თვითონ შემიძლია გავაკეთო და თუ გავაკეთებ გადაწყვეტილებას, იქ უკვე დაგჭირდება შემოქმედებითი ენერგია, შენი ფსიქიკის ფლობა, რომ გიჟი ხო არა ხარ, თუ არჩევა, კაი აირჩიე, ხო სულს რატო აირჩევ? თუ გაცნობიერებული ხარ და გაცნობიერება ყოველთვის დაკავშირებულია ყურადღების ფლობასთან. კამის სარტყელი უნდა ჰქონდეს ქალს და ყურადღება ყოველთვის გექნება შიგნით. რამის სხეული, ვისაც ძლიერი აქვს, აი შიგნით ლოკალიზდება 5 ადგილას. ეხლა რამდენადაც მახსოვს, იოგებს აქვთ ეს სწავლება, ერთი იწყება ყელიდან დიაფრაგმამდე, დიაფრაგმიდან ჭიპამდე, ჭიპიდან ბოქვენის ძვალი, მერე ცენტრიდან მთელი სხეულის გარშემო და ბოლო პრანის იმას რა უდანა რაც არის ყელიდანზე მაღლა მიემართება. უკვე გესმის? და იქ უკვე მაღალი ცნობიერება იხსნება. და სათითაო სახის პრანა განსაზღვრის იქ სიჯანსაღეს მიმდებარე ტერიტორიებზე რაც არის და თუ იმ მიმდებარე ტერიტორიაზე არ ვიცი ბრონხიტი ერთი დაავადებაა და მოუნელებლობა მეორე, ხო? იქ იმიტომ არის იქ სუჯუქ თერაპია, აკუფანქჩერ თერაპია, ასანები იოგაში, სწორი კვება, სწორი სუნთქვა, ამების გარეშე ჩვენ რომ მივივიწყეთ ყველაფერი, ჩვენ სხეულს თავისი კანონები აქვს. იმას ჭირდება სწორედ მიხედვა.
მარტო თმის დავარცხნა და ტუჩის გაზდა არ შველის რა. იმის ჭირდება სიყვარულით რომ მიხედო რადგანაც ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია. და როცა ქალი პრასის გვარისა და მან ეს იცის და ეს ორი კვალი რა არის? თავარი მერიდიანები, ანუ პრანული სხეული არის ფაქტიურად, წარმოიდგინეთ ახლა ჩვენ ხომ ფიზიკურ სხეულს თავისი სტრუქტურა ყველაზე მყარი ძლოვანი, ხო? ხრტილოვანი სტრუქტურა. სანამ მისი ფორმირება მოხდება, ჯერ ენერგეტიკული მერიდიანებით იქსოვება მთელი სხეულის ის ნატიფი სხეული, გესმენთ? და იმ ენერგეტიკულ მერიდიანზე ძალიან მნიშვნელოვანია ხერხემალზე ორი კვალი. იდა და პინგალა. და როცა სუშუმის არხი გახსნილია, თუ ორივე არხში ზევით მიედინება ენერგია, ესე კი არა, პოლარიზებული კი არ არის, ან ქვევით კი არ მიედინება და იკარგება სექსუალური ენერგია, თუ ზევით არის მიმართული, ადამიანში უმაღლესი ცნობიერება და იმან იცის რომ ღვთიურია, ანანამ იცის რომ ღვთიურია. ის ქაღალდიც ეგ არის, დაწერილი ქაღალდი, ჩვენი ზურგი ქაღალდივით არის, წიგნივით არის, გესმის? მაგრამ ხელმწიფე ვერ კითხულობს, იქ 7 ჩაკრას აქვს თავისი ცნობიერება. თავისი და სულ მდედრობითია. იმ 7-ვე ჩაკრის ინფორმაცია როგორ უნდა განვითარდეს და სათითაო ჩაკრა როგორც იხსნება, ადამიანში რა ვითარდება და რისიფლობა შეუძლია საკუთარ თავში, ფსიქიკაში, სხეულში თუ სულში. ამისი კითხვა ჯერ ხელმწიფეს არ შეუძლია, თუმცა პურს ისე ვერ აჭამს, თუ იქ არ გაიარა. რატომ? ინტუიციურად გძნობს, მაგრამ თან ნახე, ქვეცნობიერი დაკავშირებულია ქვეცნობიერში, სადაც ორი მთავარი ცენტრია, ინსტინქტის და მამოძრავებელი ცენტრი. მამოძრავებელ ცენტრში ინსტინქტს მიეკუთვნება ინსტინქტური ემოციები და მამოძრავებელ ცენტრში ჩვენ ვაგროვებთ, არ ვიცი, ჩვენი გონების 90% არის ქვეცნობიერში, ანუ შეგროვილი ინფორმაცია, ყველაფერი, რასაც ყურს მოჰკრავს და ყველაფერი რის იკეთებაც, არ ვიცი, ერთხელ მაინც უცდია, ყველაფერი იმახსოვრება ეგ. ხელმწიფებენი გეგიცის მარტო, ქვევით ჩადის, გესმის? იქ უნდა გაიაროს. მაგრამ არ იცის, რომ ენერგეტიკულ ტალღებს ცოდნა სჭირდება, რომ ენერგია, ეს სასიცოცხლო ენერგია და პრანული სხეული უნდა იყოს განვითარებული და ზევით უნდა მიდიოდეს ეს ენერგია. რატო ვერ ირთავ? ვის ირთავს ცოლად? ლოგიკას ყოველთვის, ინფორმაციას. მაგრამ როგორც გინდა უსაზღვროდ დიდი იყოს ეს ინფორმაცია, იქ ჭეშმარიტი შეუღლებაზეც კი არ არის ლაპარაკი. იცით ადამიანში ყველაზე მეტად რა არის უარყოფილი? გული. აი, ამ სარტყელის ზევით გულია. ანანა მანდ ცხოვრობს. ჯერ მანდ ცხოვრობს, სანამ შეუღლდება. გულის ენა არ არის ლაპარაკი. მას ფილოსოფია არ აქვს, სიტყვაც კი არ გააჩნია. მაგრამ რუმიმ ესეთი რაღაც თქვა, შენს გულში თუ სინათლეა, სახში მისასვლელ გზას იბო. მისი ენა დუმილია და თუ მოსმენაც ისწავლე. გულის კარები როცა იღება, სული ვლინდება თავისუფლად. მაგრამ გულის კარები თუ ჩაკეტილია და შენ ინანას მსგავსად ამპარტავნობას, სიამაყე და შურისძიება, დანაშაულის შეგრძნება გამოძრავებს, გული ჩაკეტილია, იქ სიყვარული არ ცხოვრობს. შეიძლება სექსის ღმერთი იყო, მაგრამ სიყვარულისა ვეღარ იქნება, დაგავიწყდება, დაიკარგები. იქ სადაც შურისძიება ჩნდება და ომს იწყებ, თან არასოდეს არ გაქვს გარკვეული რისთვის იბრძვი. იქნება ისეთი პარტნიორის ებრძვნი ისეთ ადამიანს, რომელიც რომც არ ვიცი, დაგთანხმდეს, შენ თვითონ არ მოგეწონოს ერთ საათში. მისთვის იბრძვი.
სანამ ომია ადამიანის გულში. იქ პრანული სხეული ძალიან სუსტია, იქ ჯანმრთელობა არ არსებობს, იქ მთლიანობა არ არის, იმ ადამიანში ბედნიერება არ იქნება, იმ ადამიანს არასდროს არ ექნება თვით რეალიზაცია იმისი, რომ თავად ღვთიურია და ღვთიურობა. ღვთიურობა არ არის ცოდნის საგანი, ან ფორმა, ან გამოცდილება. ისე ვიმეორ, ღვთიურობა გამოცდილება არ არის, გამოცდილება არსებობს ჩვენს გარეთ ფორმაში. ღვთიურობა არის მდგომარეობა. და მაგას ესე ვერავინ ვერ გასწავლის, რამდენიც კიდე გიხსნან, რამდენიც კიდე გაზეპირონ, იმიტომ არის, რომ ქრისტიანობას ვერ ისწავლი, რა სისულელეა. როგორ შეიძლება მიმდევარი იყო? კარგი, დაიწყე მიმდევრობით, მაგრამ მე ქრისტე უნდა გაიხსნას შენში. აბა ისე რანაირად იცი ქრისტიანობა რა არის? თუ შენში ქრისტე არ არის. ანანამ იცის, იმიტომ რომ ღვთიურის თავისი გვარი რა გვარისაც არის და ქართველები როგორც ვამბობთ, ვისი გორისა ხარ უნდა იცოდე. ამან იცის. შინაგანი განვითარება და შემდეგ შინაგანი ძალაუფლება ბევრად აღემატება გარეგანს. თუმცა გარეგანი თვალის მომჭრელია და შინაგანი ძალიან უბრალოდ ჩანს, უბრალო ქვასავით, გესმით? და იმ ზურგზე დაწერილი ისტორიის წაკითხვა გონებამ არ იცის. იმიტომ რომ ამხელა ცოდნა არ გააჩნია. ნახე, ცოდნაზეც არ არის, შეიძლება ცოდნა მიიღოს, მაგრამ რატომ ვერ კითხულობს ქაღალდს, რატომ ვერ კითხულობს იქ დაწერილ სიმართლეს და ჭეშმარიტებას? სანამ ჩვენი ყურადღება გარეთ არის მიმართული და სანამ ჩვენში პატრიარქალური წყობა ჩვენს არსებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელმწიფე არასოდეს ხელიდან არ გაუშვებს ნებისმიერ ინფორმაციას და სისტემატიურად უნდა იაზროვნოს და არასოდეს არ ჩუმდება, განსაკუთრებით თავისუფლ ცნობიერების ნაწილი. შეგროვილი ინფორმაცია აქვს. ის სანამ არ გაჩუმდება, იქ არ მოხდება ის მდგომარეობა, რაც ანანასა აქვს და ვერ მიხვდება რაზე ელაპარაკება. ნახე, ცოლად ირთავს ყოველთვის, არ ვიცი, ინტელექტს, ინფორმაციას, ლოგიკას, სხვას რა შეირთავს ცოლად. მაგრამ მოდი ვნახოთ აი ეს ორი დიდი ნიშანი, რასაც აძლევს ანანა, რომ ის უმაღლესი წარმომავლობისა და მაინც ვერ მიხვდება თავიდან ხელმწიფე. და რატომ არ შეუძლია მაგალითად სხვას იგივეს გაკეთება? პირველი იყო, რომ ირმებს დაიბარებს, დაწველს, ქვაბში ჩაასხავს და ადუღებულ რძეში ებანება ანანა. მეორე, მის ხელმწიფის ცოლს მეზღაპრე ამბობს, რომ ირმები არ ყავდა, უბრალოდ ძროხებს მოწვევის, ხო? ხო, ჯერ თვითონ სიმბოლურად ძროხა ირმისაგან ერთი განსხვავდება. ირემი რაზე მიანიშნებს ირემი ქართულ ზღაპარში? ყოველთვის სულიერ განვითარებაზე მიანიშნებს, იქ სადაც სხვა ზღაპრებშიც ახლა მიხსენებია, ირემი რო გამოჩნდება და იმაზე ნადირობს, თქვათ უფლისწული არის თუ თუნდაც არ ვიცი, ქალი, როცა ირემზე ნადირობს და იმას მისდევს ფეხდაფეხ, ეგ იმას ნიშნავს, რომ რელიგიით დაინტერესდა და ნელ-ნელა მაღალ მთაზე მისდევს მას, რომ ანუ მასში ენერგია ზევით მიდის, რაღაც თვით რეალიზაციები ხდება, მის ცნობიერებაში იღვიძებს ნელ-ნელა. ოღონდ ისევ ვახსენებ, რომ მინდა რომ ეს, არ ვიცი, ახლა ვისაც აინტერესებს ზღაპრიდან სწავლა და ვისაც აინტერესებს, რომ ამისთანა განძი გვაქვს, თქვათ, ამ ერს და სიბრძნე ამაში ჩამალეს ზღაპრებში და ანდაზებში. რადგანაც გვაქვს, რა ვიცი, ახლა გამოვიყენოთ, მე ვიტყვი და ვისაც უნდა გაიგოს. როცა ვისწავლით გაცნობიერებული ყურადღებას, ანუ ყურადღების ფლობას თუ ისწავლის ადამიანი და მასში საცოცხლო ენერგიაც არის მიბმული და
მისი ფიქრებიც, გონებაც მასთან არის დაკავშირებული. სადაც შენი ყურადღება აქ ორივე იქ არის. როცა მიეჩვევი სახლში ყოფნას და გარეთ აღარ გარბი ხარ პატარა ბავშვი ვით რო გაერთო. და სახლში შემოდიხარ მატოში და მე გაიქცევი ისე, ხო? შენ რომ მიეჩვევი სახლში ყოფნას, ნელ-ნელა ცნობიერი ხდები სიმართლის მიმართ და ობიექტური შეფასების უნარი გეძლევა ყველაფერზე, იმიტომ რომ ხედვა ნელ-ნელა კრისტალური ხდება. ანუ ცნობიერდები და რაც უფრო მაგ პრაქტიკაში ხარ, შენი ენერგიები ჯერ ერთი პრანული სხეული იზრდება და იდა და პინგალათი სუშუმის არზე ზევით მიდის, გაიგე ენერგია. და რაც უფრო ზევით არის ენერგია, შენი ხედვა ნათელია. Okay? როდესაც ირემს იბარებს და რძეს წველის და რატომ არის ადუღებული და იმაში ებანება. ეს იმაზე მიანიშნებს თეთრი გამოიყოფა, ეს არის DMT, რომელიც გამოიყოფა მესამე თვალით ცნობილი ეპიფიზიდან, ხო? ან ჯირკვლიდან. ადუღებული, იმიტომ არის რომ რაზე მიანიშნებს, ექსტაზის მომენტი აქვს ანანას. და მაგ დროს ტემპერატურა ძალიან იმატებს. ვისაც ჰქონიათ მაგისი გამოცდილება, აუცილებელი არ არის მარტო მედიტაციურ მდგომარეობაში იყო. შეიძლება ქმედებაში იყო და თან მედიტაციური მდგომარეობა იყოს, იმედენა დაწმყოში იყო. შენი სხეულით გძნობა, ისეთი ზევით იწევს, ჯერ გაიოფლები სუფთად დასველდები, მერე შეიძლება გეგონოს რომ ვეღარ გაუძლებ ამ ტემპერატურას. ეს არის ექსტაზის მდგომარეობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ანანაში ზევით არის წასული ენერგია და ასულია უკვე აი აქ. გესმით, აი მეხუთე პრანის ერთ-ერთი ნაწილი პრანისა ზევით მიემართება ყელიდან აი აქამდე. და აი ეს ენერგიის მოძრაობა უკვე ზევით რო ხდება. ეს შესაძლებელია ანანაში, ამიტომ მას უმაღლესი ცნობიერება აქვს. DMT გამოიყოფა, მას მაღალი ხედვა აქვს, მას ჭეშმარიტების ხედვა აქვს, მას ჭეშმარიტება შეგვეწავს. იმიტომ არის რომ ადუღებულ რძეში ბანაობდაო და არაფერი არ მოსდეს. მაგრამ შენ თუ იმას პირდაპირ მნიშვნელობით გაიგებ, თან ძროხას მოწველი, ეს ის რძე არ არის, რომელიც ანანას ჰქონდა. თან ის ქვაბი არ არის. აი მესამე თვალს აქვს ძალიან ბევრი სიმბოლური დატვირთვა. ქვაკუთხედიც არის, არ ვიცი, ქვაბიც არის, მდოგვის მარცვალიც არის, ძალიან ბევრი ისინი აქვს, სიმბოლური დატვირთვა აქვს. ერთ-ერთი არის ქვაბი. და გამოიყოფა ეს ჰორმონი, გესმით? როცა მაღალ განზომილებაშია ადამიანი, როცა მასში ენერგიები ზევით არის წასული და როცა ის თავის ღვთიურ ბუნებას შეიღვიძებს, მაშინ შესაბამისი ჰორმონები გამოიყოფა ფიზიკურ სხეულშიც. და ამ მდგომარეობაზეა ლაპარაკი. და არა ძროხაზე, და არა რძეზე, და არა ჩვეულებრივ ქვაზე და იმას თუ ცეცხლზე დადგავ მოხარშევ, ეხლა ცხერძეში თუ ჩახტები ფიზიკურად მოიხარშები, აბა რა მოგივა. რამდენიც გინდა ილაპარაკო, აი თქვათ გადავიტანოთ, თქვათ პირდაპირ მნიშვნელობით არ გავიგოთ, რომ ვიღაცა მე გააკეთა, თქვათ მენტალურზე გადავიდეთ ეხლა, რომ იცი რა არის, ვიღაცა ამაზე ლაპარაკობდეს, ოღონდ იმაში მომხდარი არ იყოს. იცით მენტალურ დონეზე და ასტრალურ დონეზე სათხდება მოხარშვა, რასთან არის დაკავშირებული. აი, როცა ადამიანი ისეთ რაღაცაზე მეტყველებ, შენ სიტყვას ძალა არ აქვს. და რაც უფრო მეტად აწვევი და ბევრჯერ ატრიალებ და თან არ ჩერდები და ყველგან ჩნდები და სულ ამაზე ლაპარაკობ. ეხლა დუმილი ოქროა. რატომ არის ოქრო? იმიტომ რომ შენ სიბრძნის წყაროსა და სათავესთან ხარ შენი ენერგიით გაჩერებული. გულის მოსმენა იცი, ეგ ფანჯარა სულ ღია გაქვს და გადავსება ხდება მაღალი იდეების შემოდინება სულიდან. გზევიდან კი არ ხდება, გულიდან ხდება. გული თუ არ არის გახსნილი, შანსი არ არის. სხვანაირად მაღალი იდეა გაიწე. სულს კარები ჩაკეტილი აქვს. მისი კარებჭე მდედრობითია და ეს როგორმე უნდა ვაღიაროთ და გავიგოთ. სადაც საკუთარ თავებში, კაცო, რა შეჭირდება მაგას დაჯერება და დაზეპირება.
მაგრამ როცა ჩვენში რაც არ მომხდარა იმაზე ვლაპარაკობთ, წარმოგიდგენია ჯერ შენ რა გაქვს, რაღაცა სხვისი მეორადი, ისა რა ქვია, ცოდნა, ხო? და თან იმას სისტემატიურად კიდევ ღრე. სული ძარცვები. მოიხარშები იქ მოკვდები. არ არსებობს საკუთარ რძეში, ეგ სწორი რძე არ არის. და რა არის იცი, რასაც დააკვირდები ჩვენი ფსიქიკა, ხო, სხეულზე ბოლომდის აისახება და შენ თუ ეგ ყურადღებით ხარ, ეხლა ეგ ყველაფერი უნდა დააპრაქტიკო შენ საკუთარ ცხოვრებაში და ცოდნაში. აბა სადე? როცა ისეთ რაღაცაზე მეტყველებ თან ხშირად და თან ამტკიცებ და თან იმას ასწავლი და თან სხვებს აგებინებ და რაღაცა ეს გაძარცვა რო ხდება ენერგეტიკული, არასწორი ემოციიდან ხდება. ესეთ ადამიანში ჩნდება იქ დანაშაული შეგრძნება. ისეთ რაღაცას ასწავლი, რომელიც არ იცი. იქ ამპარტავნობა გაგიჩნდება. იქ ვიღაცა თუ რამე შეგისწორებს, იქ ისევ სამაგიეროს გადახდა მოგიხდება, იქ ბრაზი გაგიჩნდება, იქ სისასტიკე. ანუ სულ ბუკეტი გექნება, ენერგეტიკულად იქნები სარდაფში. ხო? ირეშკი გალთან ჩასული. კი ბატონო, ჩვენი და მაგრამ საშიშია იმასთან ურთიერთობა. ეგ საზღვარი არ უნდა გადაკვეთო. მაგრამ არასწორი საქციელი ყოველთვის ჩაგიყვანს მან. და საკუთარ მოთუხთუხე ამ ემოციებში აუცილებლად მოიხარშები. ამიტომ მაგას ჭირდება გარკვევა. რაღაცას თუ აკეთებ, უნდა იცოდე, ჯერ ცოდნა უნდა მიიღო გარედან. ისე არავინ არ ვიცით არაფერი. ერთხელ რომ მოისმენ, იმას მაშინვე უნდა ქმედებაში გადაიტანო, დაპრაქტიკება უნდა დაიწყო. შენივე ექსპერიმენტები უნდა ჩაატარო და უნდა ნახო, რა ჰორმონები გამოიყოფა ამ საქციელით თუ იმ საქციელით, ამ ემოციური მდგომარეობიდან თუ იმ ემოციური მდგომარეობიდან, სხვანაირად არ იცი. ეხლა რას ნიშნავს ანანა, როცა მაღალ ამ წორვალზე ადის, კაც ყველაზე მაღლა ადის და ნახე რას ართავს აბრეშუმს. კვირისტავი ორგან არსებობს, რომელიც ადამიანის სხეულთან დაკავშირებულია ორ ნაწილთან. ერთი არის მეექვსე ჩაკრა და მეორე არის მეორე ჩაკრა. ქვეცნობიერი და მაღალი ცნობიერება. უმაღლესი ცნობიერება აქედან იხსნება. ორივეგან კვირისტავი ტრიალებს და ტრიალებს. ქვეცნობიერში რა პროგრამაც არის, სადაც გაიზარდე, რა მიდრეკილებებიც გაქვს, რა გენეტიკაც გაქვს, რამდენიც დაიჯერე, როგორც დაპროგრამდი. ტრიალებს და ტრიალებს. იქ აბრეშუმი არასოდეს არ ირთვება. არასდროს. ეხლა რატომ თქვა აბრეშუმი და სხვა არა? რატომ არის არწივი ფრინველთა მეფე და არა ყვავი? ან სვავი, რა ვიცი, ან მტრედი, ძალიან კარგი მშვენიან ფარშევანგი. არა, არწივი. იმიტომ რომ არწივს აქვს ესეთი ბუნება, რომ ნებისმიერ ტორნადოს ზევიდან მოექცევა და მდედრობით იცავს და შვილს იცავს. გესმის? უნდა დაიმსახუროს. არწივი მამრი ელოდება მდედრი როდის აირჩევს. თვითონ ცეკვა არ უშველის როგორც სხვა იმეებს და არც დამორჩილება. მდედრმა უნდა აირჩიოს. ესეთი ბუნება სინამდვილეში ესე უნდა ხდებოდეს. შემთხვევითი კი არ არის ნესტანი რო უგზავნეს წერილს კაც. ქალმა უნდა აირჩიოს პარტნიორი. რო აგირჩევს, ხო? მერე უნდა გაამართლო იმისი არჩევანი. თორე იმისი შეცვლად შეიძლება. იმიტომ არის არწივი, რატომ არის ლომიც იმ ცხოველთა მეფე? ზუსტად ესევე მატერიაში, ქსოვილში. აბრეშუმს არაფერი არ შეედრება, იმიტომ რომ სიმბოლურად იქ როცა მატლი განამარტო გადაადგილდება და ჭამს და ძლიერდება, თავის გარშემო კოკონს იკეთებს და მედიტაციურ მდგომარეობაშია, აი კეთდება ეგ საოცარი მატერია, რომლისაგან მე ჩვენ აბრეშუმის ძაბს ვქმნით. მაგიტომ აბრეშუმს ვერაფერი ვერ შეედრება, თორე მე შიფონიც ძალიან მიყვარს. და ბამბაც. მაგრამ აბრეშუმი უმაღლესია. როცა ადამიანი იმაზე მიანიშნებს, რომ
ანანა აი სად არის? ზევით არის და აბრეშუმს ართავს. ზევითა კვირისტავი განსხვავდება ქვევითა კვირისტავისაგან. ეს არის მედიტაციური მდგომარეობა და სპონტანური, აწმყოობაში და ღმერთში ყოფნა და ქვევითა კვირისტავი არის შეგროვილი ინფორმაცია, დამახსოვრებული აზრები, დამახსოვრებული ისტორია, დამახსოვრებული ემოციები, რომელსაც ვერ ფლობ და გჯერა ბოლომდის და კითხვის ნიშანსაც კი არ ასვავ. ატრიალებ და ატრიალებ. მაგრამ როცა ზევით არის ეს, როცა ზევით არის, ეგ იმას ნიშნავს, რომ შენ არაფერს არ ატრიალებ და არაფერს დამახსოვრება არ გჭირდება, არაფერს არ აძალებ, საჭირო დროს, საჭირო სიტყვა ითქმება. იმიტომ რომ ხედვა. ენერგია თუ ქვევით წავიდა, არ ვიცი, ნახე, ენერგია ქვევით მუდმივად მედის. ესე არ ვფიქროთ, რომ ვინც გაბრწყინებას მიაღწია, იქ მაგალითად ისტორია არ ჩნდება, სხვა ემოცია არ ჩნდება, სურვილი არ ჩნდება. კვირისტავი რატო ჩაუვარდა? იმიტომ რომ შენში რომ რაღაც გაჩნდება, იმას ყურადღება სჭირდება და ის ყოველთვის ჩნდება ქვევით. მაგაში ცუდი არაფერი არ არის. ცუდი ის არის ყურადღებას რო არ აქცევ და იქ ისე ახალი ხე ისეთი ამოდის ეკლებიანი ნაყოფით, რომ აზრზე ვერ მოდიხარ. ამან ცხვირი გააგზავნა, ყნოსვა აქვს შინაგანი. ესმის? სულიერი ყნოსვა აქვს, მაშინვე ხდება იქ თუ რაიმე ბინძური გაჩნდება და სისუსტე, ჭრილი იქნება, სისუსტე იქნება თუ რაც არის, სასაცილო არ ყოფნის, გესმის? ცხვირს ჩაუშვებს და ამოიტანს კვირისტავს უკანავე. ანუ, ნახე, აღიარებს და მაშინვე სიმართლეს აღიარებს იქ. არაფერს არ ებძვის, არაფერს არ თქუნავს, არაფერს არ გაურბის, არაფრის მიმართ ბრმა არ არის. ცხვირს ჩაუშვებს, შინაგანი ყნოსვა უნდა გქონდეს. როცა ადამიანი ეჩვევა ყურადღების ფლობას საკუთარ თავში. თუ გაცნობიერებულად ყურადღებიანი ხარ შენში რაც ხდება, სხვა გზა არა გაქვს, შინაგანი ყური გეხსნება. და ქრისტიანობის გზაზე 100%-იანით გეხარ, იმიტომ რომ მის მიერ ნათქვამი ყველა წინადადებაც მასე იწყება, ვისაც ყური აქვს მომისმენოს. შენ თუ გარეთ გაქვს ეგ შენი ყურადღება და შენ თუ ვიღაცებს უსმენ, ვიღაცა მღვდლებს, არ ვიცი, მღვდელი თუ მიხვდა, ისე იტყვის, რომ შიგნით შეგაბ. სწორი სულიერი მოძღვარი არასოდეს არ მოგთხოვს მე დამიჯერე. მაგ სიტყვას არც ახსენებს და ეგ მიზანი არასდროს არ ექნება. სულიერი მოძღვარი, რომელიც საკუთარ თავში გამოღვიძებულია და მასში ქრისტეს ცნობიერება ანათებს და იქ არც კი არის თვითონ ფორმალურად არის დარჩენილი. ის იგივეს გასწავლის შენს თავს დაკავშირებს, გესმის? შიგნით შეგატრიალებს, რომ ქრისტე შიგნით გაყოვნინოს. ქრისტე იმიტომ გემო, ყური შიგნით გჭირდება, მიაქავარ, გარეთ ვის უსმენ, ვის უჯერებ, კაცო. ეხლა სხვანაირად როგორ ეთქვა? რა არის მაგაში ესეთი რთულად გასაგები? მეორე ადამიანს ნუ დაუჯერებ. შიგნით ქრისტე გყავს, იმას მოусმინე და თუ ყურადღებით იქნები, გარედან მიღებულ ცოდნას ყოველთვის გადაამოწმებ და იგივე სიპოვი. თუ იგივე ვერ იპოვე, ან სწორი არ გითხრეს, ან კიდე შენ ვერ გააკეთე სწორი და კიდე უნდა სცადო. შენს გულს უნდა ენდო, ვის ირჩევ მასწავლებლად და შენს გულს უნდა ენდო, რამდენად უსმენ მას. და თუ დუმილის მოსმენას არ შეეჩვევი, არ შინაგანი ყური გექნება, არ შინაგანი თვალი აგეხილება და არც სულიერი ცხვირი არ გექნება, რომ მიხვდე. იქ როგორც კი რაღაცა გაჩნდება, შენი ყურადღება სჭირდება და მაშინვე ცხვირით იქ მიხვიდე, დაალაგო სახლი და უკან დაბრუნდე. და ენერგია ისევ სულ ზევით გქონდეს. ანანას ეს შეუძლია, მაგრამ ფიზიკურად შეიძლება ეს აკეთოს ადამიანმა. ცხვირს თუ მოიჭრი, ახლა რა მოგივა? მოდი ახლა მენტალურ ადგილას განვიხილოთ ეს ცხვრის მოჭრა რას ნიშნავს. ჯერ ერთი იცი რა არის, როცა სიტყვებით
დაამსგავსებ, აი ეხლა ჭეშმარიტებას ჯერ ერთი სიტყვით როგორ იტყვი, მაგრამ რაღაცით მიანიშნებ, აი სიმბოლო იმიტომ არის ძალიან კარგი, აი სიმბოლოთი კიდევ უფრო სწორ მიმართულებას მისცემ, მოსწავლეს რომ თავის თავში როგორ შეტრიალდეს და ჭეშმარიტ როგორ დანებება, მორჩილება როგორ ისწავლოს, იმიტომ რომ როცა ინანას უგზავნის ბიძა სიცოცხლის პურს, რომელიც სიბრძნის პური არის, სიბრძნის ისა რა ქვია, სიმბოლო, ხო? ნახე, ეგ რას ნიშნავს? ის ორი მსახური თავისი ფრჩხილის ტალახისგან შექმნა. მაგაზე უბრალო ხო უკვე აღარაფერი აღარ არსებობს, ხო? მსახურები ვინ უნდა ყავდეს, იცი? აი უნდა იყო ძალიან უბრალო და ძალიან მიმღები. რას დაგავალებელმა გააკეთო? ნდობა და მიმღებლობა თუ არა გაქვს, სულიერებაში ვერასოდეს ვერ გაიღვიძებ. შენ არც გული გაგიხსნება და არც ნათელი ხედვა არ გექნება. ეგ ორი რაღაცა უნდა განავეთარო იმ პრასისა და კამის მკვალთან ერთად. გესმის? ნდობა, დანებება, მოსმენა, ამიტომ გულის მოსმენას რომ დაიწყებს ადამიანი გაჩვმდი. და რატო ვამბობთ ხოლმე ან სუნთქვას მოусმინე, ან შენი სისხლის მოძრაობას თუ გესმის, ან ხელი დაიდეს აძილი არტერიაზე და მაგის გულის ცემას მოусმინე, ხო? ერთ რაღაცას. არ სჭირდება მაგას სიტყვები და ინტერპრეტაციები. როცა დუმილის მოსმენას ისწავლე, როცა ერთი რაღაცაზე გააჩერებ შენს გონებას და გაფანტული არ ახარ მილიარდ რაღაცაზე, შენში უკვე ხდება ენერგიების ზევით აწევა. შენში უკვე ხდება სხვა პროცესების დაწყება. ამიტომ ყველაფერს პრაქტიკა სჭირდება, ეგ ერთ დღეში არ კეთდება. მაგას რამდენიც გინდა იკითხო, ზეთხო არ წაგესმება რა. ეგ უნდა გააკეთო, ეგ უნდა დააპრაქტიკო, რომ შენში ეს მოხდეს. და როცა ეგ მოხდება, ადამიანი ნელ-ნელა თავის თავში ხსნის ისეთ განზომილებებს, რომელზეც თავიდან წარმოდგენაც კი არ ექნებოდა, რომ შესაძლებელი იყო. მაგრამ როცა მენტალურად ჩვენ უბრალოდ ვლაპარაკობთ, სწორედ ვლაპარაკობ, არაჩვეულებრივად, კიდევ უფრო გამართულად და კიდევ უფრო აკადემიურად. მაგრამ შენი ცხვირი სულ სხვის საქმეშია. როცა შენი ცხვირი გარეთ არის, საკუთარ თავში კი არა. იქ სისხლისგან დაიცლებ. აუცილებლად. იცით რატო ეხლა შემთხვევით არც ერთი ხოს უმაგას ვამბობ ხოლმე. არც სიტყვა, არც სიმბოლიზმი, არც წინადადება შემთხვევით არ არის ზღაპარში. ხო შეძლო სხვა რაღაცა ეთქვა, ხო? აი გრძი არის, დუღილია. როცა იმ ემოციებში ხარ, იქ იწვევი დუღს, ეს ყველაფერი ქვეცნობიერში და იქ მოიხარშები. აქ კიდე სისხლისგან დაიცლება. როცა ადამიანს არ აქვს შეგნებული, რომ ნებისმიერ სიტუაციაში, აი ამ ყველა მომენტში, რაც გინდა გაიგო, ცხვირი უკან უნდა დააბრუნო. ცხვირის უკან დაბრუნება რას ნიშნავს? იცი, აი ანანას რა შეუძლია? რასაც გარეთ განსჯის, იმას ასწორებს საკუთარ თავში. და სწორი კითხვები აქვს, მე თვითონ სად ვიქცევი ესე? და მე თვითონ რას ვსწავლობ აქედან? ანუ ნახე რა მდიდარია. არც ერთი სიტუაციიდან ხელცარიელი არ გამოდის. და როცა ადამიანს ცხვირი საკუთარ თავში გაქვს, სხვაგან კი არ აგზავნე. როცა საკუთარ თავში გაქვს ეს სულიერი ყნოსვა გაქვს განვითარებული, ვახ, ყველაფერი ჩემი სარკეა და კიდე რა ვისწავლო? კიდე რა დავინახო, რა არის ის სიბნელე, რომელსაც ვერ ხედავდი და მადლიერი იყო, არ ვიცი იმ სიტუაციის თუ იმ ადამიანისაც გარეთ არ მოგვეწონება. კი ბატონო, რო გაჩნდება, აი, იმიტომ აგზავნის ანანაც ცხვირს ქვევით, რომ მაშინ რო გაჩნდება სიბრაზე, მაშინვე იქმედის და უნდა გამოიკვლიოს. და მე უკან ბრუნდება. რატო ბრუნდება უკან? იმიტომ რომ თვითონვე სწავლობს, გაკვეთილებს, არავისკენ, ის რა ქვია, არავისთან არ რჩება
განსჯის დონეზე. იმას ეს არ უნდა ეთქვა, იმას ეს არ უნდა გაეკეთებინა, ეს იდიოტები, ვისი გაზრდილები არიან და სადიბადებია. სახლში ბრუნდება და იმიტომაც ახერხებს, რომ ენერგიით ისევ ჭეშმარიტებაში ადის. და მისი ხედვა ყოველთვის ნათელია, მისი გული ყოველთვის გახსნელია. მაგრამ როცა ადამიანი თუ ეს მომხდარი მასში არ არის და იმდენად არ აქვს დაპრაქტიკებული, რომ ეს არის მისი შინაგანი მდგომარეობა, ეს არის მისი, კოკასა შიგან უკვე ესა დგას. და სადაც გინდა იყოს და როგორც გინდა იყოს, გაბრაზდება კიდეც, არ ვიცი, ეწყინება კიდეც, მაგრამ იმას ყოველთვის ყურადღებას აქცევს და უვლის. 15 წუთში იქნება, 5 წუთში იქნება, თუ 1 წუთში, თუ 1 საათში. აუცილებლად მოვლის საკუთარ თავში. გარეთ არავის არ აცვლის, არავის არ ეხება და არავისზე უკეთესი არ არის არასდროს, იმიტომ რომ შეუძლებელია ვინმეზე უკეთესი იყო. ეგოს ხედვა, რომელიც არის ყალბი იდენტიფიკაცია, არ არსებული, ანუ არ ხედვა, ეგ არის მკვდარი ხედვა. და მკვდარი ხედვიდან ადამიანს არც სულიერი ყნოსვა აქვს და არც ის არ იცის როგორ მოიქცეს და ის დაიცლება სისხლისგან. რას ნიშნავს ეგ? ჩვენ თუ სისტემატიურად ერთი და იგივე შეცდომები დავუშვით და ჩვენი ცხვირით ვართ სულ სხვის ბიზნესში, განევარტო ადამიანის ღმერთისაც, ოღონდ გაუცნობიერებლად. ოღონდ გაუცნობიერებლად. ზედმეტი დახმარებით, ზედმეტი ჭკუის სწავლებით, არ ვიცი, გამოყენებლით თუ, რა ვიცი, ადამიანების გაძარცვა უამრავი მეთოდით შეიძლება. ეგ იმას ნიშნავს, რომ ღმერთზე კაი გეგმა გაქვს შენ. არ ჩერდები, იმასაც, იმის საქმეშიც ცხვირი გაქვს ჩაყოლ. მე შენზე უკეთესად ვიცი, აექვის რა უნდა მე. ხო, არა. კი ბატონო. ანუ ჩვენ როცა ამას ვაკეთებთ სისტემატიურად და შინაგანი ყნოსვა არა გაქვს, რომ შეცდომით ცხოვრობ. იცი რა ხდება? ჩვენ სისხლში, რომელთანაც დაკავშირებულია, სისხლი არის ერთადერთი ფიზიკურ სხეულში, რომელთანაც დაკავშირებულია სული. სული სადღაც ცალკე არ არის, ოღონდ არც კუნთებში არ არის. სულის ნაპერწკალი გაბნეულია სისხლში, იმიტომ არის ტემპერატურა აქვს და სითბო იმას რა ქვია სხეულს. მაქედან მოდის. სულის ნაპერწკალია ესეთი. ხო, იმას აქვს ტემპერატურა. ეგ არის თეთრი ბურთულაკების კორპუს კლეს უხილავი ბირთვი, სულის ნაპერწკალი. ადამიანი სულ უნდა ცდილობდეს თავისი მაღალი, არ ვიცი, არ მინდა რომ რაღაც ისეთი შაბლონური სიტყვებით გამომივიდეს, მაგრამ როცა სულ ცდილობ, უბრალოდ ვიტყვი, თუ ეცდები რომ ნახო, განსჯაში ხარ თუ სიყვარულის თვალით აფასებ რაღაცებს, საკუთარ თავსაც და სხვასაც. დამახსოვრებული რაღაცა წინადადებებით ლაპარაკობ და აზროვნებ თუ სპონტანურად აზროვნებ ამ მომენტში. მაგის მიხედვით შენი სულის ნაპერწკალი ან ღვივდება, იმიტომ რომ თუ ზევით არის ენერგია, ღვთიურობაში იღვიძებ და სულის ნაპერწკალი ღვივდება და ესეთი ადამიანი, როგორც ჩირაღდანი, მანათობელი ჩირაღდანი, რომელიც მარადიულად ანთია, როგორც სიბრძნე და სინათლე, არ ქრება. მაგრამ თუ ამას არ აკეთებ და არც კი უყურებ, როგორ ემოციებში ხარ ახლა და არ უვლი მაგ ემოციას, რა ისტორია თქვი და გჯერა იმისი, რა სურვილები გაქვს და ვერ ხვდები, ან სურვილების იმისა მინდას ჭკუაზე დადიხარ. ანუ როცა დაბლა ხარ ენერგეტიკულად, გაუცნობიერებელი ხარ, ხო? სულის ნაპერწკალი იფერფლება. სისხლდენა ამას ნიშნავს. ანუ ქვევით ჩამოიწევა ცხოველური უჯრედების მიერ იფანტება და იხარჯება უაზროდ ჩვეულებრივად სურვილებზე, ამ ემოციებზე, სისტემატიური წითელი ცეცხლი ანთია და იცი რა სყრიში იქ? შენი სულის ნაპერწკალს. და სისხლი ავადდება. ამიტომ ყველაზე კარგი რჩევა ეს უბრალოდ თქვა ესე მეზღაბრემ, მაგრამ თუ დააპრაქტიკე, ეს ერთი რაღაცაც ეყოფა ადამიანს, რომ მასში მთლიანობა იყოს, ღვთიურობა გაიღვიძოს და
მართლა ადამიანი იყოს და მისცეს სულ საშუალება მის გულს და სულს როგორც უნდა ის სიმღერა იმღეროს იმ ფორმაში. ისე არ წავიდეს აქედან. წინააღმდეგ შემთხვევაში მაგას ვერავინ ვერ მოახერხებს. რამდენიც გინდა ტაში გვიკრას სუღალა. პატარა რა, სულ ამას ვარ ვიხვეწები, ვუხსნი. არც მეზარება, არც მეთაკილება. კიდევ ვიტყვი. აი, აბა ეს დავაპრაქტიკოთ. ეს არის სახში დაბრუნების გზა. ნუ დავრჩებით გარეთ განსჯაში. როგორც გინდა აბსოლუტურად მართალი იყო გარეთ ტექნიკულად ისტორიაში. კი ბატონო, ესე მოხდა, ხო? ნახე, ყურადღება სახში დააბრუნე და ნახე, გადაამოწმე კიდე ისტორია, ოღონდ განსჯიდან კი არ მოყვე. უკვე აი, ნახე, შენ თავს უთხარი, თუ არ განსჯიდა, უბრალოდ რა ვიცი ადამიანს მეტი თუ არ შეუძლიან, იქნებ მენეშლება. აი, კითხვის ნიშნის გარეშე ნუ იაზროვნებ, იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი სასვენი ნიშანი არის კითხვის ნიშანი. კითხვის ნიშანი და ძახილის ნიშანი. წერტილი და მძიმე არის ძალიან დაბიო განათლება. ყველაზე მაღალი განათლება არის კითხვის ნიშანი და ძახილის ნიშანი. შენ რომ იქ გაერკვევი, რომ აბა შენ თვითონ თუ გეშლება, როდის გეშლება ხო? შეიძლება ამ მომენტში არა, მაგრამ სადღაც აკეთებ. საკუთარ თავთან ან სხვათან მიმართებაში. და არ უტოვებ შენს თავს, რომ იქ ესე დატოვო გამოუძიებელი, ან კიდე იქ სინათლე არ შეიტანო. თუ მეშლება, რატო მეშლება და სწორი რა იქნებოდა. და ხშირ შემთხვევაში ძალიან მარტივია. ქრისტემ გითხრა, ისე მოეკეცი სხვას, როგორც შენ გინდა რომ შენ მოგერცნე, ხო? აი მაგ ფორმულას თუ გამოიყენებ, ხო? აბა დაფიქრდი, სხვას თუ შეუსწორებდი, როგორ შეუსწორებდი, როგორ გინდოდა რომ მოქცეულიყო? აჰა, შენი პასუხი. შენ მოიქეცი ესე, კაცო. არ არის ესეთი რთული. უბრალოდ სახში უნდა იყო და მაგაზე უნდა გქონდეს ყურადღება მიმართული. მეტი არაფერი, თავისით კეთდება ყველაფერი. თავისით იღვიძებ, ღვთიურობას ის ხო არ უნდა გაკეთება, ეგ მანდ არის, ხო? თავისით ხდება თვალის ახელა და სინათლის გამოჩენა. თავისით ხდება სწავლა და აზროვნება, თავისით ხდება წაკითხვა, თავისით ხდება ურთიერთობა, თავისით ხდება ხელების მოძრაობა და ჩახუტებაც და ყველაფერი ამ ქვეყანაზე. სიცოცხლე თავისით იცხოვრება. ლამაზად, თუ იქ რეზისტენტობა არ არის ფსიქიკის მიერ სხეულში. გესმის? აბა წამოვიღოთ ჩვენი ცხვირი საკუთარ ცხოვრებაში, სხვა ადამიანების ცხოვრებიდანაც გამოვიდეთ და ღმერთის საქმიანობიდანაც გამოვიდეთ. ერთმაც თვითონ იცის კარგად თავის საქმე და იმანაც ადამიანებმაც თავს თვითონ უნდა მიხედონ ზდადასრულებულ ასაკში. თვითონვე უნდა გაერკვნენ. თუ რაღაცა დაინტერესება მოვლენ და შეგეკითხებია, რომ რაღაცა მე მგონი შენ რაღაცა კარგად გამოგდის ხოლმე და ხო ვერ მასწავლე და უთხარი გაუნაწილე, უთხარი იგივეა შენში. აბა სცადე და აპრაქტიკე. გახდები იქ, ვაიმე რა მაგარია ეხლა ჩემი ბრწყინვალების მომენტი მოვიდა. შენ არ ახარ ის ვინც ბრწყინავს. ნუ იქნები ინანა. ინანამაც კი ინანა დაღდგომა გააკეთა. ანანამ კიდე იმას ანანა. ანანამ კიდე ანანა. იმას. გესმი? სიბნელეს ანანებს და გაიღვიძებს მაინც სინათლეში. ჩვენი ანანა ქართულ ზღაპარში, ჩვენს ქართულ ცნობიერებაში და კოდირებაში გაღვიძებული აღდგომა მომხდარი ქალღმერთია, რომელი გვირჩევია ჩვენში რომ ცხოვრობდეს და მოხდეს. რომელი გვირჩევია? ავირჩიოთ, მაგრამ რო აირჩევ, მერე იმისი ერთგული უნდა იყო და იმ გზაზე უნდა დაადგე და გზაზე მნიშვნელოვანი არაფერი არ არის. ქრისტეს გზა ეგ არის და ქრისტე არის ის ცნობიერება და ის ხედვა, რომელიც მაგ გზაზე გატარებს და რომელსაც არ ვიცი ბოლო არ უჩანს, ამიტომ ნუ ვიჩქარებთ, დავაპრაქტიკოთ. შინაგანი ყურიც, შინაგანი ხედვაც და შინაგანი ცხვირიც ყნოსვაც. იმიტომ რომ ეს ყველაფერი ლამაზია. ეს ყველაფერი ამაღლებულია, ეს ყველაფერი ჩვენ სისხლში სულის ნაპერწკალს აგუსგუზებს.
ზუსტად ისეთები უნდა ვიყოთ, როგორც ლურჯიცა. სიყვარული და სიბრძნე, რომელიც აქ შეუღლებული უნდა იყვნენ და ეხლა ვნახავთ, როგორ მოხდება ეგ. ლურჯი მარადიული ჩირაღდანივით არის. და იქნებ ლურჯიცაც ეკრანად იმიტომ დაგვიყენა ღმერთმა და თვითონ არის ესეთი სიყვარული, რომ სვიმას დავემსგავსოთ. აი, ჩავიხედოთ და შეგვახსენოს, გესმის? თავისი უანგარობა, თავისი უსასრულობა, თავისი ულიმიტობა, თავისი სიბრძნე, თავისი, არ ვიცი, მარადიულობა, სარკე გვაქვს. ბიჭო, ჩავიხედოთ, ვის გინდა რომ დაემსგავსო? და არჩევანი გაქვს, რომ დაბლა მიწისა იყავი, რა ვიცი ამ სხეულსაც მიხედე და შენი პრანული სხეულიც უნდა იყოს ზუსტად ისეთი, როგორიც ლურჯიცა, სადაც ნათელი თვალი ანათებს და სადაც დილის მზე ყოველთვის ამოდის თარეზარება. დილ გავეღვიძე და ვფიქრობ, მისალმება მიყვარს ხოლმე, ვფიქრობ, არ ვიცი, ამბობენ რომ რაღაც ასაკთან ერთად დილით ადრე ადგომა შეუძლია ადამიანს, ჯერმე ვერ დამეტყო ეგ. ისე მიჭირს, როგორც ბავშვობაში მიჭირს და დილით რომ ავდგები, აი რომ გამოვიღვიძო, რაცა ძალას მაძლევს, მზე თუ არის და შემოდის, მაინც მიხარია წამოვდგები, ხო, მივესალმო. სხივები მივიღო მოვიფერე, ხა ვფიქრობ, ერთი დღე რომ შენც დაგიზაროთ ჩემსავით ადგომა და არა მოხვიდე. არ ეზარება. ამისთან ერთგულება. ერთხელ ჩვენც დავემსგავს, ერთხელ ჩვენც მივხვდეთ, რა ჯობია და არჩევანი გავაკეთოთ, ხო? იცი, ხელმწიფე როცა იმ ინფორმაციას და ლოგიკას ამოწურავს და გაძარცვულია. ანუ გამოწურული აქვს უკვე ყველაფერი, ყველა ფილოსოფიას და ყველა რელიგიას მიედო და მაინც ვერ. თვალები ინანასკენ რჩება, იმიტომ რომ ის სულ ამაზია ზევით ადის უანად. ნახე რა შვება. ღორს დაკლავს, ღორობას ანებებს თავს. და იქ სისხლს არჩევს, მსხვერპლ შეწირვა ხალხო. მსხვერპლ შეწირვა ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცაა, მაგრამ უკუღმა არ უნდა ვაკეთებდეთ მაგას. შენ თუ სულის ნაპერწკალს წირავ იმისთვის, რომ ვიღაცა სამაგიერო გადაუხადო და ვიღაცაზე გაბრაზებული იყო და ყველას უყვებოდნენ, ახე რა იდიოტია ეს და რეები გააკეთა, ღმერთმა ხელი მოგიმართოს, მან ღორის ხორცს აჭამდა ძალიან ინანებ. მაგრამ შენ თუ ხორცს არ შეჭამ, აი, ნახე, გონება თუ ერთხელ მაინც დაინტერესდება, რომ მოდი გავჩუმდები და ვნახოთ რა მოხდება. იმიტომ რომ ამ გულიდან რომ ეს ინანა ესე ლამაზად გამოდის და ეს სიყვარული რო ასხივებს, არ და სიყვარულს სიბრძნე უნდა, სიყვარულის ხო ვერაფერთან შეჯვარდება, ეგ არის შეუძლებელი. ანანა, სიყვარულის ბუნება არის სიბრძნე. და როცა ჩვენს არსებაში გონება დადომდება, იმ დუმიში გული იხსნება და იქიდან შემოდის უმაღლესი იდეები და ცნობიერება და ხედვა და გონება იქ ხდება, რომ მასთან უნდა შეჯვართოს. და ანანა როცა ამბობს დედაო მზეოს, ხო, ეხლა ქართველებს არ ვიცი ესე გქონდა, სხვა მითოლოგიას გადახედავ თუ ისტორიულად თუ არ ვიცი ზღაპრებს, სხვაგან ეზოთერიკაში მამრობითი მზე და მდედრობითი მთვარე. ჩვენთანაც არის ზოგან, მაგრამ ზოგჯერ პირიქით არის. მარტო არ ვიცი, კიდე რომელ კულტურაშია, მე ვერასოდეს ვერ წავაწყდი, ესე არ მაქვს ეგ ინფორმაცია, მაგრამ ჩვენ ზღაპრებში ესე რამოდენიმე ადგილას ესე არის, რომ დედაო მზეო მიმართავს და მთვარე მამა. და ვარსკვლავები კიდე ძმები არიან, ხო? ხო, მზე დედაა ჩემი. ასე ამბობთ, აქაც ესეა, გესმის? აქ არ გეგონოთ, რომ ინანა დარდობს, რომ ვაიმე მოკვდა. გაუხარდა, გესმის? რომ სწორი არჩევანი გააკეთა. გონებამ მსხვერპლ შეწირვა გააკეთა, სისხლი არჩია, გაჩუმდა, გესმის? და რომ გაჩუმდა,
გაიხსნა სიბრძნე. ოქროს სკამი არის აი ეს ადგილი. აივანიც არის ოქროს სკამი, ხო გითხარით ბევრი სიმბოლოები აქვს მეთქი. და ეს ის ადგილი, აი ჩვენს ქვეცნობიერში ხო არის ორი ცენტრი, ინტელექტუალური მამოძრავებელი და ინსტინქტური, სადაც ემოციებია. ეგეც ნახე დედრობითი და მამრობითია, მაგრამ სისტემატიურად ომში არიან ერთმანეთთან და ძარცვავენ ერთმანეთს. ზევითაც მდედრობითი და მამრობითია, მაგრამ ისინი ერთმანეთს არ ძარცვავენ, ერთმანეთის გარეშე არ შეუძლიათ, არც კი არსებობენ ერთმანეთის გარეშე. სიბრძნე მოსიყვარულია, სიყვარულის სურნელი აქვს და სიყვარული კიდე ბრძენია. და ოქროს სკამი მაშინ, ოქროს სკამის ჩამოშვება ნიშნავს, რომ აქ ქრისტეს ცნობიერება იხსნება. რატო? იმიტომ რომ გონებამ სწორი არჩევანი გააკეთა და თავისი შეგროვილი ინფორმაციიდან ცოტა ხანი არაფერი არ მოიძია, ქვევით აღარ ჩასულა, გესმის? უბრალოდ გაჩერდა და აბა გული რას იზავდა. და უცებ დაინახა, რომ ბიჭო გული იხსნება და იქიდან სული რო შემოდეს, გონების ის ნაწილი იწყებს, იღბიძებს, რომელიც სპონტანულად აზროვნებს და რომელიც სიბრძნეს ემსახურება. იქ ჭეშმარიტი შეუღლება ხდება, იქ ქრისტეს ცნობიერება იღვიძებს და იმ სკამზე აი ეს ორი მეფობენ აივნიდან, სადაც აქვთ უმაღლესი პასუხისმგებლობა მის სამყაროში და ხდება. ყველას უნდა მოუვარონ, ყველას უნდა მიხედონ, ყველას სწორი საზრდო, სწორი ინფორმაცია და სწორი ყურადღება უნდა მიაქციონ. ესე არ არის, აბა ჩვენ თვითონ ვნახოთ ყველაზე მნიშვნელოვანი ოჯახში სწორი შედეგები ან ნებისმიერ ურთიერთობაში როგორ იდება, როცა მაქსიმალურ ყურადღებას ვაქცევთ ერთმანეთს და ერთმანეთის საჭიროებას და მე იქ ვსჯელობთ, შენი საჭიროება კაპრიზია თუ და როგორ შეგვიძლია ერთმანეთის გულები გავახაროთ და ვემსახუროთ. მეგობრობაშიც, მშობლებსა და შვილების ურთიერთობაშიც, ქვეყანაშიც, ანუ ნებისმიერ ურთიერთობაში თუ ყურადღება იქ არის სიყვარულიდან წამოსული გაცნობიერებული ყურადღება და არა განშიდან, მე აი ახლა წაგებაში ვარ მე მგონი. ის ცოლ-ქმარი, რომელიც ვერ ეტევა ლოგინზე და საბანი ყოველთვის თავის მხარეს უნდა რომ გადაკაჩოს. ისინი ქვეცნობიერებიდან დაპროგრამებული, დამახსოვრებული ფიქრებიდან და ემოციებიდან ცხოვრობენ. ყველგან მოგებული უნდა იყოს, მაგრამ სიყვარულის კითხვა არით იგემსახურო და სიბრძნის კითხვა გთხოვ მომისმინე. და ხშირად არ გეტყვის, თუ მოусმენ და ყური გააქვს, ნახე შინაგანი ყურადღება, რომ ოღონდ გაიგო, ოღონდ ისე ვამბობ. ანანა, შემთხვევით აი ესე მდედრობითი ხაზიდან ხდება სიბრძნის გახსნა და არა მამრობითი და ჩვენ კიდე ლოგიკით გვინდა რომ ყველაზე ჭკვიანები ვიყოთ და მასე არ ხდება. არც მომხდარა და არც მოხდება. და არჩევანი უნდა გაკეთდეს. ვისაც უნდა რომ საკუთარ თავში ოქროს სკამი ჰქონდეს, სადაც სიბრძნე და სიყვარული მართავს მასში ყველაფერს, გარეთ არა. ეს ავადაც იყოფა და კარგადაც თავის სამყაროში და მასში, რადგანაც სხვა მდგომარეობა არ არსებობს, სადაც გაივლის იგივე კვალს და ტოვებს, თუ ვიღაცას დააინტერესდება და კითხავს, თუ არა და რა მისი საქმეა, ღმერთი ხო ყველგან ერთია. უბრალოდ ერთ ფორმაში თუ გაიღვიძა, მეორეშიც ხო იგივე დალოცვილი გაიღვიძებს. და კარგი ზედაპირზე ჩვენი სახელები გვერქვა სამ სიზმარში, მაგრამ მაგას რაღა აზრი აქვს, ანანა გვქვია თუ ინანა, იქ ოქროს სკამი ჩამოეშვა, სადაც სიყვარული სირთესთან შეჯვარდა, აღდგომა მოხდა. ნებისმიერი დაავადება ikურნება. ნებისმიერი საოცრება შეიძლება მოხდეს ადამიანის ცხოვრებაში, მის არსებაში, მის სხეულში თუ საზოგადოებაში. თუ ამას მივხვდებით და თუ სათითაო შევეცდებით, რომ არჩევანი გავაკეთოთ, გადაწყვეტილება მივიღოთ, ამ გზაზე გავიდეთ და მას ვემსახუროთ, რათა იმ ერთმა გაიღვიძოს თითო ფორმაში. ანანა
სულ ეს